გამარჯობათ. დღეს ჩემს ძველ მარაგებში აღმოვაჩინე კარგახნის წინ ნაყიდი რემონტანტული მარწყვის ფრესკას თესლი. ის უკვე ვადაგასულია წესით 20 წლამდე უნდა გავამეყენებინა, მაგრამ არა უშავს ვცდი, მაინც მის დათესვას იქნება ამოვიდეს მეორე პაკეტით, რომელიც ამასთან ერთად მქონდა ნაყიდი და რომელიც მაშინვე გავხარჯე. იმდენად კარგად ამოვიდა და გამრავლდა, რომ ეს მარწყვა ახლა ჩემ ეზოში და ქოთნებში საკმაოდ ბევრია. და გადავწყვიტე, რომ აი ამის თესლისთვისაც მიმეცა შანსი. ახლა იანვარია, იანვრის ბოლოა და კაკრას კარგი დროა მარწყვის საჩითილად დასათესად. საქმე იმაშია, რომ თვითონ თესლებს ჭირდებათ სადღაც 40-45 დღე ამოსასვლელად. კი აწერია ამას, რომ ორ კვირაში ამოვა და ერთეულები მართლაც ორ კვირაში ამოიწურება, მაგრამ მთელი 40 დღე არის საჭირო. ეხლა ნაყოფს, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ, სინამდვილეში ქვია ცრუ ნაყოფი. და თავად მარწყვის ნაყოფი არის აი ეს პატარა წერტილები, რომ აქვს აი ამ დიდ ცრუ ნაყოფს. ეს პატარა წერტილები სწორედ ესენი არის, ესე იგი მარწყვის ნაყოფი. ეხლა მე ამ პაკეტს გავხსნი და შემდეგ აი ამ თესლებს დავთესავ ტორფზე. ტორფი სრულიად საკმარისი ახლავთ იმისათვის, რომ ჩითილები ამოვიდეს. თუ რა თქმა უნდა, ამ თესლს, რომელსაც უკვე 5 წელია ვადაგასული აქვს, კიდევ შერჩა გაღვივების უნარი. ერთი პატარა კონტეინერი ტორფის არა უშავს დავხარჯოთ ამის გასარკვევად. მე ახლა ავიღე ერთჯერადი კონტეინერი, რომელსაც ძირზე გავუკეთე, აი თუ დააკვირდებით, ძირზე აქვს პატარა ნახვრეტები. ნახვრეტებსაც ხედავთ, პატარა ნახვრეტები გავუკეთე იმისათვის, რომ წყალი არ დადგეს მასში. პატარა სადრენაჟი ნახვრეტები, დამდგარი წყალი მარწყვის არ უყვარს. კონტეინერი გავავსე ტორფით და მე მაქსიმალურად დავტკეპნე ტორფი ხელით. აი მუშტის საშუალებით მაქსიმალურად არის დატკეპნილი. ასე ფხვიერიც დარჩება და ზედაპირი დაიტკეპნება. ეხლა მე ვაპირებ, რომ ამ ტორფში დავამატო ტრიქოდერმის, ეს არის მეგობარი სოკო ბიოპრეპარატი. თბილისში უბრალოდ ალტერნატივა სხვა არც აყავს ბიოაგროს. მათი პრეპარატი ბიოკატენა შეიცავს ტრიქოდერმას. შეგიძლიათ ეს ტრიქოდერმა რაღაც რაოდენობა გახსნათ. მე ამ შემთხვევაში ამას არ გამოვიყენებ ჩემს დამზადებულ ტრიქოდერმას. აი ეს არის, შეხედეთ, მწვანე მასა. ეს ყავაზე გაზრდილი, უпростоრად ყავის ნალექზე გაზრდილი ტრიქოდერმა გახლავთ. ამას მე გასწავლით სხვა ვიდეოებში, ოღონდ ახლა არა. აი ამ ტრიქოდერმას ავიღებ ოვზით, მცირე რაოდენობით და ვუშვებ 400 გრამიან ჭიქაში. შემდეგ ამას წყალს დავასხამ, მოვურევ და ეს იქნება ტრიქოდერმის პრეპარატი, სრულიად საკმარისი აი ამ მოცულობა ამისათვის ტორფისათვის. და ჯერ ამ ტრიქოდერმას დავასხამ, სანამ მარწყვს დავთესავ, რომ სხვა სოკოები არ განვითარდეს მხოლოდ და მხოლოდ მეგობარი სოკო. მე ეს ერთი კოვზი ტრიქოდერმიანი ყავა გავაზავე დაახლოებით 400 გრამ წყალში. თქვენ შეგეძლოთ ორი კოვზი მზა ბიოკატენა, ეს ბიოაგროს პროდუქტი, ორი კოვზი გაგეზავებინათ 400 გრამ წყალში ერთ ჭიქაში და ისე
მოგესხათ ამისათვის. აქ ახლა ყავაც დამატებითი საკვებია ჩემო ბატონო მცენარისათვის და ის სოკო, რომელიც მასშია გამრავლებული ტრიხოდერმა, ეს რა თქმა უნდა არის მეგობარი სოკო, რომელიც ვთქვათ სხვა მავნე სოკოებისაგან იცავს. ახლა მე ეს უნდა მოვასხა აქ და ოურიო კიდეც რო ჩავიდეს ამაში შიგნით. ამას უკვე აღარ გადავიღებ. ტორფი რომ კარგად დასრულდა, მე რაც შეიძლება თანაბრად რამდენად ვთქვათ ხელი საშუალებას იძლევა. მოვაყარე ეს მარწყვის თესლები, უმჯობესია ქვიშაში გამერია და მე ქვიშა მომეყარა ამისთვის, უფრო თანაბრად განაზრდებოდა, მაგრამ ახლა თესლი ძველია და დიდად არ დავეძებ და ქვიშას ვეღარ მოვძებნიდი ამ ღამე. ახლა ვთქვათ ტორფი სველია. ტენიანობა მარწყვის უყვარს, ეს კონტეინერი მე ახლა უნდა დავხურო ჰერმეტულად და დავდგა ისეთ ადგილას, სადაც არის განათებაც და უნდა უზრუნველყო, რომ ის არ გაშრეს, თან უნდა იყოს თბილად, სადღაც 20-დან 25 გრადუსამდე ეს იქნება რადიატორთან მოთავსებული. რადიატორის თავზე პატარა ფანჯრის რაფა მაქვს და აი ამ ფანჯრის რაფაზე, რომელიც თბილია, თან ტემპერატურასაც აუცილებლად შევამოწმებ, რომ ამაში ტემპერატურა იყოს ნორმალური. პერიოდულად ავხდი და გავანიავებ. 45 დღე უნდა ვუცადოთ ახლობით, რომ მარწყვის ასე ვთქვათ პატარა ჩითილები წამოვიდეს და შემდეგ რაღაც გარკვეულ ზომებამდე უნდა გავსარდოთ. ასეთნაირად უკეთესი ჩითილი მიიღება, ვიდრე ჩვეულებრივად მარწყვი თავისითაც ბწყალით მოგახსენებათ კარგად მრავლდება, მაგრამ ასე თესლი წარმოქმნილი ჩითილი ყოველთვის უკეთესია. პირველად სწორედ ამით გავამრავლე მარწყვი და ახლა უბრალოდ ძველი თესლის პოვნის გამო ჩავწერე ეს ვიდეოს. თქვენც თუ აპირებთ მარწყვის თესლის გამრავლებას, აი ახლა დრო არის. ტრიხოდერმა სასურველია, თუმცა არა აუცილებელი. შეიძლება ტრიხოდერმის გარეშედაც კარგი ჩითილები მიიღოთ. უბრალოდ ერთი რამ გვახსოვდეს, რომ ამ პროცესის გაკეთება მარტში, როცა კიტრისა და პომიდორის ჩითილები უნდა დავიწყოთ, ნამდვილად არ არის დროული, უკვე შეიძლება ითქვას ძალიან დაგვიანებულია. აი იანვარი, თებერვლის დასაწყისი მარწყვის ჩითილების მისაღებად ყველაზე კარგი დრო გახლავთ. აი აქ ფანჯრის რაფაზე ტემპერატურა არის 25.8, სადაც მოთავსებულია ჩვენი მარწყვის თესლები. ეს ტემპერატურა არის 24 საათი.